დღეს ჩვენი საუბრის თემა არის ატოპიური დერმატიტი. პირველი სანამ ამ დაავადების შინაარსობრივ მხარეზე ვიტყოდეთ, თუ რა დაავადებაა ეს ზოგადად როგორ ვითარდება და ასე შემდგომ, პირველი ვთქვათ, მოდით ტერმინოლოგიური განმარტებები გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა ამ დაავადებას სხვადასხვა სახელით იცნობს. რაც ხშირად დისკომფორტს გიქმნის, იმიტომ რომ სხვადასხვა ექიმთან ვიზიტის შემდგომ გონია, რომ ერთმა ექიმმა სხვა დიაგნოზი უთხრა, მეორე ექიმმა სხვა დიაგნოზი და შენთან მოსულს კიდე გონია, რომ სხვა დაავადება ჭირს. ატოპიური დერმატიტი არის დაავადება, რომელიც თვითონ სახელი საერთაშორისო ტერმინოლოგიით, დაავადებათა კლასიფიკაციის მეათე გადახედვით, ჩვენ ესე ვამბობთ ICD-ით, არის მიღებული ტერმინი დღეს თანამედროვე მსოფლიოში. თუმცა, ბევრი ევროპული სკოლა ამ დაავადებას თავისი კონსერვატიული მიდგომებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს ხოლმე. ესე მაგალითად, ამ დაავადებას შესაძლებელია ბრიტანულენოვან ქვეყნებში და ინგლისურენოვან ქვეყნებში ხშირად მოიხსენიებენ ეგზემის სახელით. გავრცელებული ტერმინია ბავშვთა ეგზემა, რაც ავტომატურად ატოპიური დერმატიტის არსებობას ნიშნავს. იგივე ძველი, საბჭოთა მედიცინა, ჩვენ საიდანაც მოვდივართ ამ წარსულიდან ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, ამ დაავადებას ბავშვთა ასაკში მოიხსენიებდნენ დიათეზის სახით. ესეც ატოპიური დერმატიტია. და ასევე მიღებულია მესამე ტერმინი, განსაკუთრებით გერმანულენოვან ქვეყნებში ევროპაში, ეს არის ნეიროდერმატიტი. ნეიროდერმატიტი შეიძლება თქვან ბავშვთა, მოზრდილთა და ასე შემდგომ. მოგეთ ჩამოვყალიბდეთ, რომ ყველა ეს სახელი კრებითად მოიცავს ერთ დაავადებას, რომელსაც ატოპიური დერმატიტი ქვია. ეხლა ვთქვათ, რა არის ეს ატოპიური დერმატიტი. ატოპიური დერმატიტი არის დაავადება, კანის ქრონიკული ანთებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით, სიწითლით და ამ სიმპტომების პერიოდული განმეორებადობით. ეს არ არის დაავადება, რომელიც მხოლოდ ერთი მკურნალობით დამთავრდება ხოლმე და ის არასოდეს არ განმეორდება. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში მას ხშირი გამწვავებებით მიმდინარეობა ახასიათებს და ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, მიმართულია იქეთკენ, რომ ამ გამწვავებათა სიხშირე შევამციროთ. იმიტომ რომ გამწვავების დროს მკურნალობა არის უფრო რთული, უფრო აგრესიული და უფრო ბევრ წამალს საჭიროებს. ატოპიური დერმატიტი აუცილებლად 2 წლამდე ასაკში გამოვლინდება. ის უხშირესად იწყება წლამდე ასაკის ბავშვებში, ატოპიური საერთო ატოპიური დერმატიტის რიცხვის მთლიანი მოცულობის 80% წლამდე ასაკის ბავშვებს ეწყებათ ხოლმე. საინტერესოა, რომ მსოფლიოში ატოპიური დერმატიტის გავრცელება სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით არის საშუალოდ ბავშვთა პოპულაციაში 5-დან 20%-მდე. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ძალიან სწორად და სკრუპულოზურად აქვს აღრიცხული 11%-ია. ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი საერთაშორისო კვლევაა ჩატარებული. დაახლოებით 9-დან 10%-მდე მერყეობს ბავშვთა პოპულაციაში ატოპიური დერმატიტის, ბავშვთა ეგზემის გავრცელება. დაავადება საკმაოდ გავრცელებული და პრობლემატურია. მთავარია ჩვენ ახლა ვისაუბროთ თვითონ ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობაზე, თავისებურებებზე, შესაძლო მიზეზებზე, შესაძლო გამომწვავებლებზე და შინაარსობრივად მინდა ასე ვთქვათ შევიტანო სიცხადე თუ როგორ მართოთ ეს დაავადება და როგორია სწორი დამოკიდებულება ერთის მხრივ პედიატრიული, თუ გნებავთ ალერგოლოგიური, დერმატოლოგიური და ასე შემდგომ. ყველა ოჯახს განსაკუთრებით ალერგოლოგთან მოსვლის შემთხვევაში აინტერესებს ერთი მთავარი ამბავი. რამდენად მონაწილე და დამნაშავეა რომელიმე ალერგენი განსაკუთრებით კვებითი ამ დაავადების მიმდინარეობის დროს. ამიტომ პირველი საკითხი, რაც მინდა ახლა წამოვაკენოთ, ასე რომ ვთქვათ, და გავშალოთ ეს თემა, ალერგიის როლი ატოპიური დერმატიტის დროს. ესე უნდა ვთქვათ, ატოპიური დერმატიტი თვითონ შინაარსობრივად უდიდესი ნაწილი ამ დაავადების 80%-ზე მეტი. ეს არის არასრულფასოვანი, ესე რომ ვთქვათ, მარტივად კანის თვისებიდან მომდინარე დაავადება. ეხლა რა ვსგულისხმობ ამის უკან? პაციენტი, ბავშვი ამ შემთხვევაში, როდესაც იბადება და ემართება ატოპიური დერმატიტი, კანში ბუნებრივად სტრუქტურულად ისეთი ცილებისგან არის ეს ჩვენი კანი აგებული და აშენებული, რომელთა უდიდესი ნაწილის ფუნქცია არის მთავარი, წყლის შეკავება ამ კანში. რაც უფრო დანესტიანებული და წყლის შეკავების ფუნქციის სრულფასოვნებით არის კანი, ესეთი ადამიანი დაცულია ამ დაავადების განვითარებისგან. ვისაც ემართება ატოპიური დერმატიტი, განსაკუთრებით ეს არის ცილა, რომელსაც ფილაგრინის სახელით ვიცნობთ ჩვენ ექიმები, მარტივად რო განმარტოთ, ეს არის ცილა კანში წყლის შეკავებაზე პასუხისმგებელი. ატოპიური დერმატიტის მიდრეკილების მქონე ბავშვებს ეს ცილა არ აქვს სრულფასოვანი, 100% თავიანთ კანში. ამიტომ კანის არასრულფასოვნება იწვევს უკვე ყველაფერი იმას, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ.
კანის ქავლსაც, კანის გამოშრობასაც, კანის გაწითლებასაც და ასე შემდგომ. მაშინ ისმის კითხვა, თუ ეს კანის ალერგიული დაავადება არასრულფასოვანი წყლის შემაკავებელი ცილების მოქმედებით გამოწვეული. რა არის მაშინ ალერგიის როლი ამ დაავადებაში? აქ უნდა ვთქვა, ასე ვთქვათ, ერთი შეხედვით ამბავი, რომელიც ძალიან ბევრი მშობლისთვის, ასე ვთქვათ, ძალიან საჭიროებო საკითხად არის გადაქცეული, იმიტომ რომ ჩემთან თუ ჩვენთან კოლეგებთან მოსული პაციენტების 99% ეძებს შესაძლო დამნაშავე მიზეზს თავისი შვილის ატოპიური დერმატიტის პრობლემების გამომწვევს, რათა ხსნა თითქოს იქნება რაღაც დიეტაში, ხსნა იქნება რაღაც საკვების შეზღუდვაში. კვებითი ალერგია, გარემო ალერგია, განსაკუთრებით კვება არის ატოპიური დერმატიტის უდიდეს ნაწილ შემთხვევაში, 80%-ზე მეტ შემთხვევაში მდგომარეობის გამომწვევებელი, მაგრამ არა გამომწვევი. მე ესე ვეუბნები ხოლმე ხშირად მშობელს ხატოვნად. თქვენ შეიძლება თქვენი შვილი სრულიად მშიერიც დატოვოთ, მაგრამ ეს არ იქნება გამოსავალი. დაავადება მაინც გაგრძელდება. ანუ კვება ცალსახად 80%-ში ამ დაავადებას არ იწვევს, 20%-ში იწვევს მხოლოდ, დანარჩენ შემთხვევაში არის გამომწვევებელი. გამომწვევებელი საკვები პროდუქტები არის პროდუქტები ამ დაავადების, რომლებიც ყველასთვის ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ალერგენებია. ეს არის ძროხის რძე, ეს არის კვერცხი, განსაკუთრებით კვერცხის ცილა. ეს არის პროდუქტები, რომლებიც თხილეულს უკავშირდება, ეს შეიძლება იყოს პროდუქტი ხორბალი და თქვათ მარცვლოვნები, ეს შეიძლება იყოს სოიო და პროდუქტები, რომლებიც ცნობილია თავისთავად თვითონ ალერგიის მატარებელი ჰისტამინით სავსე პროდუქტები, ეს არის შოკოლადი, ეს არის ძეხვეული, ეს არის მაიონეზი, ეს არის პროდუქტები განსაკუთრებით თუ ახლა მოზრდილსაც გადავწუდებით, ალკოჰოლი განსაკუთრებით ფერმენტირებული ფორმით, ეს არის ლუდი, ეს არის ღვინო და ასე შემდგომ. აი თუ ამ პროდუქტებს აღნიშნული დაავადების მქონე შეპყრობილი ბავშვი თუ ამ შემთხვევაში მოზრდილი, ჩვენ ახლა ვაერთიანებთ ამ სიტუაციას, დიდი რაოდენობით მოიხმარს, სიჭარბით მოიხმარს და კონტროლს არ დააწესებს ოჯახი, თუნდაც ექიმის დახმარებით, რასაკვირველია დაავადება გაუმწვავდება. მაგრამ ამ პროდუქტების ამოღებით დაავადება არ იმკურნება, ამიტომაც ჩვენ უნდა ვიპოვოთ ყოველთვის ვცდილობთ ოქროს შუალედი, როგორც ყოველთვის ზომიერება არის ოქროს შუალედი, რომ არ იყოს რაციონი და კვებითი სტატუსი ძალიან მკვეთრად რყევებს არ განიცდიდეს, ბავშვის ზრდაგანვითარებას ხელი არ შეუშალოთ და მეორეს მხრივ ეს დაავადება, რომელიც ამ ძლიერი ქაველის გამო შეიძლება ემოციონალური და ნერვული სისტემის მეორადი გაღიზიანების და დაზიანების მიზეზი გახდეს, იყოს ერთის მხრივ მართული. საკვებზე მე ვფიქრობ ასე თუ ისე სიცხადე შევიტანეთ ამ დაავადებაში, რომ ზომიერებას ვიცავთ და უდიდეს ნაწილ შემთხვევაში ეს ასე ვთქვათ მოგვარებადი პრობლემაა. პაციენტს თუ აქვს სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ქავილთან განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში ჩვენ ამ დაავადების დროს ვიყენებთ განსაკუთრებით პირველი თაობის, ესე მოვიხსენიებთ, ანტიალერგიულ პრეპარატებს, რომელთაც აქვთ ქავილის დათრგუნის საშუალება. დანარჩენ შემთხვევაში ამ დაავადების მკურნალობის პრინციპი არის დაფუძნებული კანის სწორ მოვლაზე, სწორ დარბილებასა და დატენიანებაზე და გამწვავებების დროს სწორი არჩევის პრეპარატების მხოლოდ იმ გამწვავებულ უბნებზე გამოყენებაზე. მე უკვე ვახსენე, რომ დაავადება არის წყლის შეკავების ფუნქციის, კანის ფუნქციის დაკარგვით გამომდინარე. ამიტომ თავარი ამ დაავადების მკურნალობის ეს არის რაც აკლია შენს კანს ის ხელოვნურად უნდა შეავსო. ამიტომ დაავადების პრევენცია და მკურნალობის უდიდესი ნაწილი სწორედ მოდის კანის სწორ დატენიანებაზე, ამაზე დგას ამ დაავადების მართვის ძირითადი პრინციპები. ამიტომ როდესაც პაციენტს აქვს ატოპიური დერმატიტი, მან უნდა იცოდეს ერთი მთავარი პოსტულატი. პირველი, აქვე მინდა რაღაც მოსაზრებები, თუნდაც მითები, როგორც იტყვიან ხოლმე, გავაქარწყლოთ და ვთქვათ ეს ნამდვილია თუ ვთქვათ შეცდომითი მოსაზრებაა. პირველი, აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტი ხშირად გეუბნება, მე ჩემმა ექიმმა, ან ჩემმა მეზობელმა, ან ოჯახის წევრმა ამიგრძალა ხშირი ბანაობა. ეხლა ვთქვათ, უნდა თუ არა პაციენტს აუცილებლად ბანაობა. პირველი, თანამედროვე კვლევებით და რეკომენდაციებით დადგენილია, რომ ატოპიური დერმატიტის დროს აუცილებელია კანის ყოველდღიური ჰიგიენა. აბაზანა უნდა იყოს ყოველდღე, ტემპერატურა წყლის უნდა იყოს ადეკვატური, არა ცხელი და არა გრილი
და ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. ბანაობა და აბაზანის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10 მაქსიმუმ 12 წუთის განმავლობაში. ხანგრძლივი აბაზანა რასაკვირველია კანს მეორადად გამოაშრობს. და ერთი მთავარი პრინციპი, რადგანაც მე ვახსენე, რომ დაავადების ქვაკუთხედი მკურნალობის არის ამ კანის სწორი დატენიანება ყოველდღიური, ნებისმიერი დამარბილებელი და დამატენიანებელი საშუალება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ სახიდან ფეხის ფრჩხილამდე, ხშირად ესე ვეუბნებით ხოლმე პაციენტს, მას არ აქვს არჩევითი უბანი. ყველგან უნდა გამოიყენოს მშობელმა, მისი ეფექტურობა, ანუ კანში შეღწევადობა. 10 მაგა ძლიერია თუ ეს არის ახლად დაბანილ, ფორებ გახსნილ და ასე ვთქვათ, დარბილებულ კანზე, ვიდრე მშრალ კანზე მათი გამოყენება. ამიტომ ხანმოკლე აბაზანა, თუ ბავშვი ავად არ აკავთ და არ აქვს რაიმე რესპირაციული დაავადება ცხელებით მიმდინარე, თქვენ ის ყოველდღე უნდა აბანაოთ ზამთრისა და ზაფხულის ნებისმიერ მონაკვეთში და ბანაობის ხანმოკლე ეპიზოდის დასრულების შემდგომ აუცილებლად ეს კანი უნდა დაატენიანოთ. დატენიანებას ამ დაავადების დროს, როგორც ვთქვით, ვაკეთებთ ყოველდღიურად, შესაძლებელია დღეში ერთხელ და შესაძლებელია ორჯერ და სამჯერ თუ ეს ზაფხულის პერიოდია და განსაკუთრებით ბასეინთან ხშირად ურთიერთობს ბავშვი, აი ამის შემდგომ აუცილებლად დატენიანება უნდა მოხდეს. და აქვე უნდა ვთქვა ერთი მნიშვნელოვანი განსაკუთრებით მშობლებისთვის და ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისთვის. თანამედროვე დამატენიანებლები, რომლებიც დღეს მსოფლიო ბაზარზე არსებობს და ჩვენი ქვეყანაც შეიძლება ითქვას ამაყად, რომ გაჯერებულია ამ პროდუქციით და ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს ჩვენთვისაც და ჩვენი, ასე ვთქვათ, თანამემამულეებისთვის, ხელმისაწვდომი და პაციენტებისთვის. მთავარი რა სიახლეც არსებობს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ოჯახებში, სადაც არის სეგრეგირებული, ანუ ეს დაავადება გვხვდება მშობლებში, ვთქვათ, უფროს შვილებში. როდესაც ადრეული ასაკიდან ამას გამოვიყენებთ, სანამ ჯერ დაავადება განუვითარდება, როდესაც მას კიდევ ერთხელ ვიმეორებ დატვირთული გენეტიკა და განწყობა აქვს, ეს არის უზარმაზარი პრევენცია იქეთკენ, რომ ატოპიური დერმატიტი ამ პაციენტს არ დაემართოს. და რაც შეეხება თუ დაავადება მწვავდება, გარკვეულ უბნებზე მას ახასიათებს უფრო ლოყების ამორჩევა, კისრის არე, გარდამავალი არეები, მომხრელები, შემდგომ გამშლელი ზედაპირები მოზრდილთა ასაკში. ამ ადგილებში ბუნებრივია ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ჰორმონალურ, ანუ სტეროიდულ კრემებს, ან სტეროიდის ძალის არაჰორმონალურ კრემებს, რომელთა არჩევაც არის ძალიან საყურადღებო, ძალიან, ასე ვთქვათ, ყურადღებით ასარჩევია და მათ ვიყენებთ მხოლოდ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში. ატოპიური დერმატიტის მართვა, მისი ასე ვთქვათ, ძირითადი პრევენციის საკითხები, რომ მარტივად შევაჯამოთ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, ესაა დაავადება კანის სიმშრალით გამოწვეული, დაავადების სიმშრალესთან ბრძოლა არის მთავარი, რომ ეს დაავადება იშვიათად გამწვავდეს, რაც უფრო დიდი რაოდენობით, ინტენსიურად და გულისყურით გამოიყენებთ დამარბილებელ საშუალებებს, ანუ კანის მოვლის სწორ საშუალებებს, გამწვავების უბნები ბავშვებს იგივე პირდაპირ პროპორციულად, თუ როგორც გნებავთ, უკუპროპორციულად, ნაკლებად ესაჭიროებათ. როგორც კი კანის მოვლას მოვაკლებთ, პირდაპირ პროპორციულად სტეროიდული, ანუ რისიც ყველაზე მეტად გვეშინია, სტეროიდული ჰორმონალური საშუალებების გამოყენების საჭიროება 1-10 მაგად წინა პლანზე წამოვა. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობას, ჩვენ ვთქვით, რომ კანი არის გარკვეულწილად არასრულფასოვანი, ამ სიტყვას ბუნებრივია ვამბობ, რომ მარტივი გასაგები იყოს ეს ჩვენი მსმენელისთვის ამ შემთხვევაში. უდიდესი ნაწილი ამ კანის არასრულფასოვნების გამოსწორდება ხოლმე 2 წლამდე ასაკში, დაახლოებით ეს არის 60% და ავტომატურად იკარგება დაავადება და მისი გამწვავების, ასე ვთქვათ, ეპიზოდები ქრება პაციენტის ცხოვრებიდან. დაახლოებით 10-15% ეს კიდევ გრძელდება, ანუ 70-75% სკოლამდელ ასაკამდე დაკარგავს ამ დაავადებას. ამის შემდგომ კიდე არის შანსი რასაკვირველია, ეგრეთ წოდებული გარდამავალი, ანუ გარდატეხის პერიოდით იცნობს ხოლმე ამას ჩვენი მოსახლეობა და მშობლები განსაკუთრებით, ამიტომ 90-92-13% ამას 12-13 წლამდე ამ დაავადებას უკან მოიტოვებს. აი ეს დარჩენილი პროცენტი არის სწორედ ის ქრონიკული მიმდინარეობის ნეიროდერმატიტი და ასე შემდგომ, რომლებიც შესაძლებელია მთელი ცხოვრება გაუგზელდეს, ამიტომ თუ პაციენტს მოზრდილს განსაკუთრებით აქვს ეს დაავადება გამწვავებული და კანის სიმშრალით, იგივე პრინციპებით მართვა გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.